მუშაობს საქართველოს ახალგაზრდების ასოციაციის ოფისში და ვარ კოორდინატორი, ასევე დევნილთა საკითხების პროექტების კოორდინატორი. საია დევნილთა თემებზე უკვე წლების განმავლობაში მუშაობს. ჩვენი ორგანიზაცია იყო ყველა ის სამუშაოების მონაწილე, რომელზეც ხდებოდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ამ კრიტერიუმების განაწილების შრომა ყველა ამ სამუშაოების წევრები ვიყავით და ჩვენს მოსაწრებებს სამინისტროს უზიარებად ხარია და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ის რომ გვაქვს შესაძლებლობა სამინისტროსთან ასეთი თანამშრომლობის ხოლმე ამ საკითხებზე. თუმცა რა თქმა უნდა არის პრობლემები, რასაც ჩვენ არ ვერიდებით ხოლმე მათთან საუბარს. Araris pakaian buatan Am ჩვენი შეხვედრა, მრგვალი მაგდის ფორმატის შეხვედრა, ეძღვნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხს, როგორც გახლავთ დევნილთა საცხოვრებლის უფლება და დღეს არსებული პრობლემები. Რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საუბარი გქონდა დევნილთა საცხოვრებლის კრიტერიუმებზე და ასევე იმ ძირითად პრობლემებზე, რომელიც სწორედ ამ კრიტერიუმებს უკავშირდება. ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი, დევნილთა ისტორიები, რომელიც ეს ღვთისმშობლისმა გადაიღო და ჩვენ ვაჩვენეთ რამდენიმე კომპაქტური ჩასახლების ცენტრში რა პირობებში უწევთ დღეს დევნილებს ცხოვრება და ამავდროულად შედარებისთვის ვაჩვენეთ უკვე განსახლების პოლიტიკას დაქვემდებარებული დევნილების საცხოვრებელი პირობები, რომლებიც ასევე თვლიან, რომ მათი საცხოვრებელი პირობები არ ექვემდებარება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც რეალურად უნდა იქნეს დაცული რეაბილიტაციის დროს, კომპაქტური ჩასახლების რეაბილიტაციის დროს. Მოსწავლეს ნაბილია 82 ოჯახი გველადი ობიექტებიდან, რომელსაც არსებობს სამთავროს ექსპერტიზის დასკვნა. ეს 82 ოჯახი გადავა ხოლმეში ახალაშენებულ კონკურსებში. აგრეთვე თვის ბოლოს ჩამოყალიბების კონკურსები და 320 ბინაა სულ იქ და დანარჩენი დევნილი მოსახლეობა, რომელსაც შესაძლებელი ჰქონდა განაცხადი ამ საცხოვრებელზე და ადმინისტრაციის შესაბამისი ქულები გადავლენ თავიანთ ბინებში. Აგრეთვე მოვახსენებთ, რომ იგეგმება მშენებლობა მის ქუჩაზე, ეს იქნება 34 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. სავარაუდოდ 3.5 ჰექტარზე განთავსდება ეს ყველაფერი, იქნება 2460 ბინა. ტენდერები გამოცხადებულია 2 კონკურსზე და შესაბამისად რამდენიმე თვეში დაიწყება, საბოლოო თვეში ალბათ ამ კონკურსების მშენებლობა.